ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს, რომელსაც დღეს წარმოადგენს არალეგიტიმური ქართული ოცნების ხელისუფლება, ადამიანის უფლებების დარღვევის თავიდან აცილებას შეძლებს, ვინაიდან ეს არ წარმოადგენს ამ არალეგიტიმური ხელისუფლების პრიორიტეტს. ჩვენ ვხედავთ, რომ ბიზინა ივანიშვილის რეჟიმი მუდმივ რეპრესიებში ამყოფებს საქართველოს მოქალაქეებს ჯერ კიდევ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებიდან მოყოლებული დღემდე და როგორ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო, რომელშიც ადამიანის უფლებები ირღვევა ყოველდღიურად და ჩვენ ვხედავთ უამრავ ასეთ შემთხვევას ყოველდღე ემატება და ემატება რეპრესირებულ მოქალაქეთა რიცხვი იზრდება და ემატება ადამიანები დაკავებების, იზოლატორების თუ უკვე განსასჯელის სკამებზე თუ ციხეში და ასეთი სახელმწიფო, რომლის ინტერესსაც არ წარმოადგენს ადამიანის უფლებები, რასაკვირველია ვერ გაუმკლავდება ამ მძიმე გამოწვევას. სამწუხარო მხოლოდ და მხოლოდ არის ის, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების არაკონსტიტუციური და ადამიანის უფლებების დარღვევისადმი მიდრეკილი მიმართული პოლიტიკის დამსახურებით დაისჯებიან და დაზარალდებიან ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ვეღარ შეძლებენ შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას.